1977 წლის შემდეგ იდუმალებით ახსავს სიგნალი ვაუ მეცნიერებს მოსვენებას არ აძლევს. სიგნალის წარმომავლობა დღემდე გამოცანას წარმოადგენს. არაბინ იცის, საიდან გამოგზავნეს ის. განმეორებითი სიგნალი დღემდე არავის დაუფიქსირებია. ის იყო ერთადერთი და უნიკალური. ახლახან მკვლევრებმა კვლავაც დაიწყეს მორიგი ვარსკვლავის შესწავლა, რომელთან ახლოს მდებარე პლანეტა შესაძლოა სიგნალის წყაროს წარმოადგენდეს. იმ რეგიონში, საიდანაც სიგნალი ვაუ იქნა მიღებული, ჯერაც უამრავი ვარსკვლავის გამოკვლევა შეიძლება. უახლოეს წლებში სწორედ ეს იქნება კოსმოსში არამიწიერი ცივილიზაციების ძიების ამოცანით დაკავებული მკვლევრების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ყველაფერი ასე დაიწყო. ოჰაიოში 37 წლის მეცნიერი ჯერი ეიმანი შეძრა არანაკლებ განსაცვიფრებელმა მოვლენამ, რომელიც მინიმუმ არამიწიერი ინტელექტის მაძიებელთათვის შესაძლოა გაცლებით მნიშვნელოვანი რამ ყოფილიყო. ეიმანმა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამად გაუქმებული დიდი ყურის რადიო ობსერვატორიის მოხალისე მკვლევარმა ყურადღებით განიხილა ტელესკოპის მიერ რამდენიმე დღით ადრე, 15 აგვისტოს, ცის დათვალიერებისას მიღებული მონაცემები. იმ დროს ასეთი ინფორმაციები ინახებოდა IBM 1130-ის mainframe კომპიუტერზე და პერფორირებულ ხაღალზე იბეჭდებოდა. შემდეგ კი ლაბორატორიაში ხელით მოწმდებოდა. თუმცა ამ რუტინით გამოწვეული მოწყენილობა უცებ გაქრა, როცა ეიმანმა რაღაც უცნაური შენიშნა. ვერტიკალური სვეტი ალფა ნუმერული მიმდევრობით 6EQUJ5, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით 20 საათსა და 16 წუთზე დაფიქსირდა. მეცნიერმა წითელი კალამი მოიმარჯვა და მიმდევრობა შემოხაზა. ფურსლის მინდორზე კი მიაწერა: "ვოუ, ამ ცოტა არ იყოს იდუმალი ინფორმაციით, ეიმანის აღტაცების მიზეზი იყო დიდი ყურის იმდროინდელი მისია, რომლის ფარგლებშიც კოსმოსს აგვირდებოდნენ იმ ტიპის რადიოსიგნალების აღმოსაჩენად, რომლებიც შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციას გამოესხივებინა. თუ კი მათი მიზანი სამყაროს სხვა რეგიონში მცხოვრებ გონიერ არსებებთან კონტაქტი იყო." შვიდოსნის თანავარსკვლავედი და მომავალი ეს სიგნალი ეიმანისათვის სწორედ ასეთ სიგნალად ჩანდა. ობსერვატორის დირექტორი ჯონ კრაუსი და მისი ასისტენტი ბობ დიქსონი, რომლებაც შემდგომ შეამოწმეს მონაცემები, ანალოგიურად გაცვიფრებულნი იყვნენ. თითქმის 4 ათეული წლის შემდეგ სიგნალი ვოუ რჩება როგორც პირველ, ისე საუკეთესო პოტენციურ მტკიცებულებად უცხო პლანეტელებთან კომუნიკაციის საკითხში, ასევე ერთ-ერთ ყველაზე შემაცმუნებელ გამოცანად მეცნიერებაში. დაახლოებით 72 წამს გრძელდებოდა და მეტჯერ აღარასდროს დაფიქსირებულა, იმის მიუხედავად, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში მეცნიერებმა ცის ეს რეგიონი 100-ზე მეტჯერ გამოიკვლიეს, თან საფუძვლიანად. თუკი უცხო პლანეტელები ჩვენთან დაკავშირებას ცდილობდნენ, განა სიგნალს არ გაიმეორებდნენ. ჩვენი მსგავსი ან უფრო მაღალგანვითარებული სიცოცხლის მოძებნა კოსმოსში კაცობრიობის